განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმენ წინასწარმეტყველებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამე თუ ხედვიდი ყოველსა აწინდელსა ყოფად მას, ამისთვისცა პატივს გცემთ შენ წინასწარმეტყველო ანგეა დიდებულო. ამინ. დღეს ახალი სტილით 29 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველო ანგეას, წმინდა მოწამე მარინის, ნეტარ თეოფანია დედოფალს. უფალი ებრაელებს ხშირად მიმართავდა ხოლმე წინასწარმეტყველთა პირით. ღმერთი დრო და დრო აგზავნიდა თავის რჩეულებს ებრაელთა შორის, რათა მათ ხალხისთვის ეუწყებინათ უფლის ნება. აეცილებინათ ადამიანები ცოდვის, კერპთა ღვანისცემისაგან და ეწინასწარმეტყველად მომავალი. წინასწარმეტყველები ხშირად მაშინ მოევლინებოდნენ ქვეყანას, როცა ხალხი, მეფენი, მღვდელმსახურები არასწორად იქცეოდნენ და უფლის ნებას ეწინააღმდეგებოდნენ. წინასწარმეტყველები მოვალ საზიალს აუწყებდნენ შეცდომილთ და მოუწოდებდნენ სინანულისაკენ. ისინი ებრაელებს ახარებდნენ, რომ ქვეყანას მესია, მხსნელი მოევლინებოდა, რომელიც მთელი კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოსახსნელად ევნებოდა, მოკვდებოდა და შემდეგ დიდებით მკვდრეთით აღდგებოდა. ზოგიერთი წინასწარმეტყველი წიგნებსაც წერდა. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი. მათ დიდი და მცირე მათივე წიგნების მოცულობის სიმცირის გამო ეწოდებათ. წმინდა ანგეა წინასწარმეტყველი 12 მცირე წინასწარმეტყველთა შორისაა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო და სპარსეთის მეფის დარიოსის მმართველობისას ქრისტეს შობამდე 500 წლის წინ მოღვაწეობდა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს. ამ დიდ საქმეს წინ აღუდგნენ სამარიტელები და სპარსი დიდებულები, რის გამოც მშენებლობა 14 წლით შეწყდა. სწორედ ამ განსაცდელის ჟამს გამოუგზავნა უფალმა თავის რჩეულერს ანგეა წინასწარმეტყველი, რომელმაც გაამხნევა და განუცხადა ხალხს, რომ მეორე ტაძარი პირველზე დიდებული იქნებოდა. მართლაც ქრისტეს შობამდე 520 წელს განახლდა იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა და რამდენიმე წლის შემდეგ დასრულდა. წმინდა ანგეას წინასწარმეტყველებისამებრ უფალმა შეაძლებინა ებრაელებს წინაზე უფრო დიდებული და ბრწყინვალე ტაძარი აეგოთ ღვთის განსადიდებლად. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.